გამარჯობა. ეხლა კომენტარი მინდოდა ძალიან სერიოზულ თემაზე და სერიოზულ საკითხზე, რომელსაც უნდა გამოვუცხადოთ ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არის პედოფილია და პედოფილიის პროპაგანდა. ეს არის თემა, რომელიც არის უმწვავესი საქართველოში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი ნულოვანი ტოლერანტობა გამოვუცხადოთ თავად პედოფილიას და პედოფილიის პროპაგანდასა და რეკლამას და მეორე მხრივ უნდა აუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს რას ნიშნავს პედოფილია, როგორ დავიცვათ თავი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოზარდებს უნდა აუხსნათ, როგორ ამოვიცნოთ პედოფილიის ნიშნები და ვიყოთ ფხიზლად. ეს შემთხვევა პედოფილიის პროპაგანდა, რომელიც გააკეთა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, ამ კამპანიისთვის უნდა გამოვიყენოთ. ამ თემაზე მე ვსაუბრობ 2020 წლიდან. სტატისტიკა ამ მხრივ არის აბსოლუტურად შემზარავი და თან ეს სტატისტიკა უარესდება, ანუ იზრდება. მე მინდა გითხრათ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, 2025 წლის განმავლობაში 51 ბავშვი გახდა პედოფილიის მსხვერპლი. აქედან, ესე იგი, დაახლოებით გამოდის, რომ ყოველ თვე რამდენიმე ადამიანი, რამდენიმე ბავშვი არის პედოფილიის მსხვერპლი და იმ მტაცებელი ადამიანების მსხვერპლი, რომლებიც ასეთ ბავშვებზე ნადირობენ. 2025 წლის სტატისტიკას გეტყვით, რომ მანამდე 15 თვის განმავლობაში 229 ბავშვი გახდა სექსუალური ექსპლუატაციის, სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი. ხალხო, 15 თვის განმავლობაში 229 ბავშვი. აქედან 43 არის გაუპატიურებული. რო წარმოვიდგინოთ, ეს არის 229 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დაჭირდება ბევრი შრომა, ბევრი მკურნალობა, თერაპია, მხარდაჭერა, რომ ცხოვრების კარგ განვითარების გზაზე დადგეს. ჩვენ როგორც საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ფასი არ გადავიხადოთ. შესაბამისად, როდესაც საუბრობენ, რომ რაღაცის დრო არ არის, ახლა ამის დრო არ არის, მე მინდა გითხრათ ერთი რამ. დიახაც, წვავე საკითხების დრო ყოველთვის არის. როდესაც ვიღაცა ამბობს, რომ დრო არ არის, ამბობს იმიტომ, რომ მას არ აწყობს საკითხებზე დისკუსია. ბიძინა ივანიშვილს არასოდეს არ აწყობს საქმეზე და საკითხებზე დისკუსია. იქნება ეს პედოფილია, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს განათლება. მას უნდა უბრალოდ საუბარი იყოს ყოველთვის არაფერზე. კოალიციებზე, დაჯგუფებებზე, პოლიტიკოსებს შორის შუღზე და ზიზღზე. დიახაც, საკითხებზე, მწვავე საკითხებზე საუბრის დრო არის. პედოფილიას, პედოფილიის წახალისებას, პედოფილიის პროპაგანდას ჩვენ შორის ადგილი არ უნდა კონდეს. იმიტომ რომ ჩვენ გვიჭირს საკითხებზე საუბარი და გვიჭირს პასუხის მოთხოვნა საკითხებზე, ჩვენი პოლიტიკა სავსეა მეორადი მოხმარებლის პოლიტიკოსებით. ჩვენი პოლიტიკა სავსეა პოლიტიკოსებით, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რაიმე იდეასთან, რაიმე თემასთან, რაიმე კამპანიასთან, იქნება ეს მინიმალური ხელფასის კამპანია, იქნება ეს უკეთესი ჯანდაცვა, იქნება ეს უფასო კვება სკოლაში. არა, ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა არის მეორადი მოხმარების პოლიტიკოსები. მოხვედრილებით ანამდებობაზე ვიღაცის მიერ ან მიხეილ სააკაშვილის, ან ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით და შემდეგ უბრალოდ ტივტივით არიან ისინი პოლიტიკაში და ადგილებს სხვა ადამიანებს არ უთმობენ. ავიღოთ მაგალითად ყოფილი პრემიერი, თვალთხარია, 20 ივნისის ავტორი. ადამიანი, რომელმაც არც ერთ საკითხზე რეალურად პასუხი არ აგო. არ აგო საკითხი ნამახვანის ხელმოწერაზე, ნამახვანის საკითხზე და ხელშეკრულებაზე. არ აგო პასუხი რაჭის მიწებზე, არ აგო პასუხი რაც მთავარია 20 ივნისზე. იმიტომ რომ ვიღაცები თვლიან, რომ ამის დრო არ არის. დიახაც, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი პირადად აკეზებს და პროპაგანდას უწევს პედოფილიას, უსერიოზულეს, უმძიმეს დანაშაულს, რომელსაც უნდა გამოვუცხადოთ ნულოვანი ტოლერანტობა. მეცაც გეტყვით. პედოფილიის წინააღმდეგ პრაქტიკული ბრძოლა მე დავიწყე 2020 წელს და 2023 წელს შევიტანე საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში,
რომლის მიხედვითაც მოვითხოვე, რომ საპროცესო შეთანხმება აეკრძალოს პირებს, რომლებსაც ბრალი ედებათ პედოფილიაში. 16 წლამდე, 18 წლამდე ბავშვების გაუპატიურებაში, მათთან სექსუალური კავშირის დაწერაში, მათ ამ ადამიანებთან დღემდე იდება საპროცესო შეთანხმებები. ეს რეალობაა. მაშინ, როდესაც შეიძლება პირი, რომელსაც ჯიბეში უპოვეს ან ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება, ციხეში გაუშვან 8, 10, 12 წლით, ნებისმიერი რაოდენობის. მაშინ, როდესაც პატარა ბავშვი, რომელმაც შეიძლება ჯართი მოიპარა, იმისთვის რომ გადარჩეს და წამალი იყიდოს, ციხეში შეიძლება გაუშვან 5-6 წლით. ამის პარალელურად მე ვითხოვდი, რომ შეუძლებელი იყოს საპროცესო შეთანხმების დადება პედოფილებთან. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ეს ინიციატივა, ეს საკანონმდებლო ინიციატივა თაროზე შემოდო და ასევე მას წაუყრუა წინა პარლამენტის ოპოზიცია. მათ არ აინტერესებდათ ინიციატივა, რომელიც სხვა პოლიტიკოსის მიერ იქნებოდა წამოწყებული. ეს ჩვენი ძველი პოლიტიკის ერთ-ერთი მეთოდია. თუ სხვისი იდეაა, მას ან მოიპარავენ, ესეც გავრცელებულია, ან უბრალოდ მხარს არ დაუჭერენ. და ამასობაში საქართველო მიდის ჭაობში და რჩება ჭაობში. შესაბამისად, მაგალითად 20 წელს, როდესაც გირჩმა გააკეთა განცხადებები, რომელიც რეალურად ხელს უწყობდა პედოფილიას, მაშინ უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ახლა ამის დრო არ არის. მეგობრებო, მაშინაც მე ძალიან მკაცრად გამოვეხმაურე ამ განცხადებას. იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უნდა შევცვალოთ არა მხოლოდ ახალი გვარებით, არა მხოლოდ ახალი კლუბით, არამედ ახალი პრინციპებით. ბიძინა ივანიშვილი და ზოგადად საბჭოთა პოლიტიკა ხელმძღვანელობს შემდეგი ძალიან ბინძური პრინციპით, რომ ეს ადამიანი, მორიგი ადამიანი, რომელმაც ცუდი ქმედება ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა, რომელიც ამორალურად მოიქცა, ნაძირალაა, მაგრამ ის ჩვენი ნაძირალაა. და შესაბამისად მას ხელი უნდა დავაფაროთ. ამ პრინციპის გამო პასუხი არ მოეთხოვა მაგალითად ოთარ ფარცხალაძეს თავის დროზე და ზოგადად სადაც არ გაიხედავთ, ქართული ოცნება პასუხს არ თხოვს ღიად თავის თანამებრძოლებს, ისინი მათ ბევრ შავ საქმეს უკეთებენ. ჩვენ თუ შევთვლით ბიძინა ივანიშვილს იგივე მოქმედებითა და იგივე პასეულობებით, ეს ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ უნდა შევცვალოთ კანონის წინაშე ყველა თანასწორია პრინციპით. ყველა პასუხს აგებს საკუთარ საქმეზე, კატა ვინც მოკლა, მან უნდა გადაათრიოს. ეს არის ძირძველი ქართული გამოთქმა. შესაბამისად, უბრალოდ თქმა თავი თანამებრძოლზე, რომ კი, მან შეიძლება პედოფილიას მხარი დაუჭირა, მაგრამ არა უშავს. ეხლა ამის დრო არ არის, ეს დამღუპველია. ერთი მოწამლული ვაშლი მას შეიძლება გააფუჭოს და დაალპოს მთელი კალათა. ამიტომ ჩვენ თუ ვეძებთ მართლა სიახლეს, ჩვენ თუ წარსულს ვაბარებთ ძველ პოლიტიკას, წარსულს უნდა ჩავაბაროთ მისივე პრინციპები. ეს ჩემი პოზიციაა, ხოლო ბავშვების უფლებებისთვის, ბავშვების უსაფრთხოებისთვის, იმისთვის, რომ ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება იყოს დაცული. ყველა ბავშვის დაბადებული არის ანაკლიაში, დედოფლის წყაროში თუ ვაკეში, ამისთვის ბრძოლას მე გავაგრძელებ. დროებით.